კიდევ მინდა მადლობა გადაუხადო მასპინძეს ლევან ბუთიაშვილს. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო ეს ღორის დაკულა ეს ყველაფერი. ეხლა მიმდინარეობს წვადის ასხმა შამფურზე. მეს მინდოდა მონაწილეობას, რა თქმა უნდა. თუ ოპერეჯი არ ვიცი. კარგად. თუ შევძელი. შეუძლებელია. სულ ახალია რა, სულ ახალი. დღეს ვიტყვი ცეცხელია. ცეცხლი ხორმას და იტვიტინე რაღაცა გვაწვალა, მაგრამ მაინც მოვერიეთ. კიდევ ვაგდეთ. ეს სწორი ხო არის? კი. ხო სწორად ვასხა. მე უმარი ყორი იყო და არ დაგვიწყდა. რამდენი ხანი არ მოგდა? ხელი მეჭა. აღალის ხო სასიამოვნო პროცესია მართლაც რა, ეს სულ ახალი ხორცი და მართლაც გემრიერი და რაღაცნაირად ისე გამოიყურება, რომ თუ არ ჭამო არ შეგიძლია რაღაც მართლაც და ლევანს მადლობა მინდა გადაუხადო. დაგპატიჟა ჩამოვედით ეს ყველაფერი პროცესს დავესწარეთ, პირველად დავესწარე ამ პროცესს. ღორის ქელეხივა ესე უწოდებენ კახეთში და ძალიან სასიამოვნო პროცესი ყოფილა მართლაც. და პირველად ნახე ღორის დაკულა. მადლობა ძმაო, სხვა არ ამეკითხეს. ძალიან კარგია. ეს ტარდება ყოველ დეკემბერში, ხო? დეკემბრის თვეში, რომელიც შეწყება ეგ. რომელიც ამის სეზონი მოდის დეკემბერში. ღორის ქელეხობა რა. და გრძელდება დეკემბრის თვეში იწყება და უძველა ხალწლამდე გრძელდება. ის ამედის იყო ლევანეს ღორი. ღორი იქნებოდა სადღაც წელიწადს. კაი ბლოკი იყო, დიდიც იყო ძალიან და არ გვიწონია. რამდენი იყო და რა იყო, მაგრამ ძალიან იქნებოდა რა. გვაწვალა. ზაქს მე ახლა მე რა მაწვალა, მე ახლა იმაცვია. ბიჭები გიაწვალა. აი ასეციან კახეთში. ასეთი მასპინძლობა, ასეთი გემრიელობა იციან და